ასე ვერ იცხოვრებ, იცი? გამოხვალა აგერ პიკასო შეხვდები. თან ქართველს, ხო? ამას ვერსაც ვერ ნახავ სხვაგან და ამ რეალობის გარეშე ვერ იცხოვრებ. ეს დოპინგია ერთგვარი და თან უბრალოდ არაფერი არ ხდება. ბაი, აი, რამდენი ხანია მეც შენი ნახვა მომნატრებია და აი როგორ შევხვდით ახლა ასე სპონტანურად. კი ბატონო. აი მე ახლა გეტყვი ამას კუთხე. ახლა ეს არის წიგნი. ნახე რა მოვიდა. აი მაგის გადაღება მინდა. ეს არის წიგნი, რომელიც აია ბეჭოროშმა გამოუშვა, აი როდის გამოუშვეს, ამდენი ხანია? მარტში, გაზაფხულზე. გაზაფხულზე, რომელსაც ქვია სიყვარულის ქალაქი და აქედან ჩვენ ახლა წაგვიკითხავს რამოდენიმე ლექსი. აი ერთი არის ასეთი შერეკილების ქალაქი. თავიდან მინდოდა რომ ეს სათაური ჰქონოდა და ჩვენ ქუთაისს ბევრი დიდებული ადამიანი ყავს, 4 მარტო რეზო. რეზო გაბრიაძე, რეზო ჭოლიშვილი, რეზო ჯოჯუაშვილი და რეზო მეშვილაძე. აი ამ რეზოების ქალაქია და გაჩნდა ასეთი პატარა ლექსი, სადაც ქართული ეზოა, სულ ყველგან ერთი რეზოა. შერეკილების ქალაქი, სადაც ქარია დალაქი, ნუ გეგონება არაკი, აქ არ იქნება არაკი. რასაც იტყვიან ისია. ყველას აქვს თავის მისია, 1000 წელიწადია, დინოზავრები დადიან და ყველა დიდი ქართველი აქ დაიბადა, ცხადია. სულ რომ ვერავის ადრიან რიონს ჩქარსა და ადრიანს თეთრხიც პიკასოს ბიჭით და ბაგრატის ტაძარს მადლიანს ბაღის კიდესთან გაივლი. გესალმებიან ვერხვები, ნაცნობს, უცნობს და გასაცნობს. ყველას ერთ წუთში შეხვდები. სულ ყველა დიდი ქართველი აქ დაიბადა, ცხადია. შერეკილების ქალაქი, მთელი მსოფლიოს გადია. უნიკალურია. ქუთაისი? ქუთაისი სხვანაირი ქალაქია. სიო, ქარი, აქ რომ დაკრი, სხვაგან არსად არ აკრიან, აქ ყოველთვის დარია და იშვიათად ავდარია. ის ავდარიც დარი არის. არევია დავთარია, უცქერ რიონს, უცქერ ბაგრატს. სულ არახარ დაზაფრული ამ ქალაქში. მაგნოლიას მოყავს ჭრელი გაზაფხული, თეთრხიძე თუ გაიარე, აუ, როგორ გიამება? ეს პიკასოს ანცი ბიჭი, ქუც გიხდის და გესალმება. 100 წელიც რომ იცნობდე, იტყვი თურმე არ მცნობია, აქ უცნობი არ არსებობს. აქ სულ ყველა ნაცნობია, სხვა ლექსიკა, სხვა ღიმილი, ქარიც ისევ დალაქე ქუთაისი. ქუთაისი სხვანაირი ქალაქია. ქუთაისის ისტორია, როდის გაჩნდა? ნეტა როდის? ვინმე ტყვის და საწერია. რიონის პირს ყველა კენჭისულ ლექსებით ნაწერია, ქარი დაქრის, ჩამღერებით ბაღის კიდეს გაზრდილია, აქ ძმობაც და კამათიც კი ნაღდია და ნამდვილია. ძმობის ფასი ყველა მიცის, აქ ძმად ყველა იწოდება მეობა და სიყვარული. მის ხალ იწონება თეთრი ხიდის სიმყუდროვე გულს რითმება უცოხნი აქ ოდესღაც. იმ უცნაურ დინოზავრსაც უცხოვრია, ჭომა გორა საფიჩხია, ზასტავა და ბალახვანი. ღირსეულად ვარ გიყვარს? არ აქცდება გალახვანი, მაგრამ ესეც ზომიერი, სადღეგრძელოც გონიერი და სიყვარულს რომ გიღვივებს, მოძმის მკლავი ღონიერი, ასეთია. ეს ქალაქი სიხარულის ჩუქებელი, სუ ქართული, თლად ქართული გულში ჩასახუტებელი. მიპატიჟება, როცა ყვავიან ვარდები, რადგინდა ძახილი ამდენი, როცა აყვავდება ნუში და ტყემლები, ხო, მაშინ გვესტუმრე, თავ შემოგევლები. ეს არის ქალაქი, ტკივილთან დუმარი რომ არ შეაწუხოს ძვირფასის სტუმარი, გულში თუ დარდი აქვს, მაშინაც გიმღერებს, სტუმრისთვის პაპისგან გაგონილ სიმღერებს, გულს ამოიღებს და ხალიჩად გაგიფეს და ციცინათელებს მუზებად აგიფრენს. მეორე არც არის ასეთი ქალაქი, სადაც თვით ქარია, ხეების დალაქი, ხო და ქარს გამოყევ. თავს შემოგევლები, როცა აყვავდება ვარდი და ტყემლები. ძალიან მიყვარს ექვთიმე ბაბუა, რომელიც კლასიკური გიმნაზიის წინ ზის და გლოცავს, როგორ ამშვენებ ამ ჩემს ქუთაისს, გიცქერ ტკივილს და დარც რომ გამყარო. თაბორის ნათელს დაუანია და სარკმლებიდან მოჩან სამყარო, აქ სწავლიათ, ვერც კი ჩამოთვლი. სწორედ აქ მჯდარა ნიჭი ინახათ, 1000 საგანძურს, 1000 მარგალის, ერის ზარდახშა კრძალვით ინახავს. დღეს აქ ბაბუზის სკოლის კარებთან. მას ერთგულების მოსავს ფარაჯა და უქართულეს ცოდნის მარგალიც. ბაბუ ექვთიმე
უდგას დარაჯა. გზაზე უცებ ამედევნა ქარი ქუთაისური. ჯერ სახლამდე არც ვიყავი მისული ჭორიკანა ალვის ტოტებს ისე ჩამოუარა სათითაოდ კითხა ტირებს უყვარვარო თუ არა იტრიალა იბუზღუნა უცებ სადღაც გავარდა გადათელა ალვის ფოთლის მშვენიერი ხაბარდა რომ ეგონა სამღერელა ჩორ სადრფოსთან მისული რიონის პირს ქვითინებდა ქარი ქუთაისური უცნაური სიყვარულით ტირილამდე მისულო სადაც წახვალ წამიყვანე ქარო ქუთაისურო შენზე უფრო დიდებული სხვა რა უნდა ვისურო ქარო მარდო ქარო დარდო ქარო ქუთაისურო და ერთი ლექსით ქალაქი რომელშიც ცხოვრობდა გენატრება და იცი აქედან ვერასდროს ვერ წახვალ არადა შეგეძლო ასვლა ევერესტზე იქიდან შეგეძლო მსოფლიო გენახა მაგრამ ის ქუჩები აქ რომ დააბიჯებ ვინ იცის ნაფეხურს ინახავს ისეთებს მათ ლექსებს მათ სიტყვებს და სუნთქვას ქუთათურს თეთრხილთან რიონის ქვებიც ისმენენ სად ნახავ სხვა უქიმერიონს ან ზარებს ბაგრატის ტაძრის სად მოისმენ სად ნახავ თეთრხილზე პიკასოს ანწყმაწვებს და ტალღებს რიონის მომწვანო მოლისფერს აქ სუნთქავს აკაკი და გალაქტიონი და ქარი ზუზუნებს უცნაურ სტვირებად ამ ქარს ქუთაისურს ვერსად გაექცევი წახვალ და გაყვება გამოგეტირება არადა შეგეძლო მოგევლო მსოფლიო 1064 გეცნო და გენახა მაგრამ ქუთაისში ცხოვრობდა გენატრება და იცი აქედან წამითაც ვერ წახვალ ქუთაისურად ნათქვამი ჩვენ ხედავთ სხვანაირი ლექსიკა გვაქვს შემომწკერის ევროპა შემომწკერის აზია ეშვენი ქუთაისი მართლა რა ლამაზია დაგეშილი მიმინო ხელზე მაზია რა ის ამერიკა და რა ის ევროაზია ქუთაისში გავლეს ეკვადორის ხაზია ხელზე როგორც მიმინო სადღეგრძელო მაზია სამაისო ქალაქი მართლა რა ლამაზია და ჩემ შულს მივწერე თბილისში იყო გარკვეული პერიოდი და ვერ გაძლო რა თქმა უნდა იმანაც იმიტომ რომ სულით ახარ ქუთაისელი არა დაბადების ადგილი სულით და მაშინ მივწერე წერილი დათოს როცა აისი აისობს როცა დაისობს უქუთაისოდ როგორ ძლებ უქუთაისოდ როცა აპრილი აპრილობს როცა მაისი მაისობს უქუთაისოდ როგორ ძლებ უქუთაისოდ როს მომავალი მომავლობს როცა წარსული გაისობს უქუთაისოდ როგორ ძლებ უქუთაისოდ ქუჩა ვარდით და გვირილით 1001 აისო ჩამოდი გული ახარე ეგ გული საკუთაისო შენმა საკუთაისო და ქუთაისურმა გულმა იხაროს ჩემო შენ გენაცვლება უნიკალური დღე არის დღეს და არ ვიცი რა გითხრა უღრმესი მადლობა აი გარი ბედნიერება როცა სამყაროში არიან ადამიანები აი ფასაუდებელი საგანძური არის ადამიანური ღირებულება და ადამიანური რესურსი, რომელიც საქართველოში არასოდეს არ დაიკარგება და ყოველთვის იქნება. ამის გარეშე საქართველო არ არსებობდა, არც იარსებებს არასოდეს და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქართულ სულს, ქართულ გულს და ქუთაისურ სიყვარულს შეინახავენ საშვილიშვილოდ შემდგომი თაობებისთვის გადასაცემად და ჩვენ შეგვაძლებინოს უფალმა ჩვენ შემდგომ თაობას ესეთი სიყვარული ასე სუფთად და ქუთაისურად გადავცეთ. მე ისინი გაგრძელებენ. ჩემ ბაიებს აუწერე პატარა და ნუ მე რა ვიცი შეიძლება გაგრძელდეს ეს ლექსი. ჩემო სეხნია ყვავილო, ცოტა ხანს, რატომ ყვავილო? გულში დარდი და ტკივილი, გთხოვ არასოდეს გაი. მე მინდა ჩემო ბაია, სულ ერთად რომ ვიყვავილოთ. ამჯერად მუშაობს სამ წიგნზე ერთდროულად. ერთი იქნება მოთხრობების კრებული და სათაური ვფიქრობ ექნება ჭიამაიების ფრთებზე დაწერილი ამბები. მეორე ლექსები მარადიული გაზაფხული ასეთი სახელწოდებით და მაქვს რამდენიმე სამეცნიერო წერილი, თეოლოგიური, ლიტერატურული სფერო უფრო არის მოაზრებული ამ წერილებში, აქებდით მეცნიერებით ასეთი სათაურიც და ვფიქრობ მალე იხილავს მზის სინათლეს ეს სამი წიგნი და აუცილებლად მოვად შენამდე შევაკარგე აუცილებლად კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გიყვარს. ახლა წარდგენასაც გავუკეთებ ამ წიგნს და